ქრისტიანობა აგერ 20 საუკუნეზე მეტი არის თელს მსოფლიოში დადის და ეხარება თქვათ იმ საუფლო დღესასწაულებით, რომელსაც ეკლესიები აღნიშნავთ. და ეს ცნების ხსოვნება არის ჩვენი ღვთაებრივი წინამძღვრის იესო ქრისტეს დანაბარები. როგორ უნდა გაგრძელდეს პატრიარქის გზა? რაც მან გითხრა, მამაბიძინას ვეთანხმები, მან ძალიან ღრმად და ლაკონურად შეიძლება ცოტა პერიფრაზი გააკეთა ილია მართლის, მაგრამ ძალიან გასაგებად თქვა, ღმერთის სამშობლო ადამიანი. ესე იგი, თუ 60 ქულას გავიხსენებთ, სულიწმინდის ნიჭში, ნიჭების ჩამოთვლაში პირველი არის სიყვარული და შემდეგ სიხარული. ესე იგი, შეუძლებელია არ შეიყვარო ღმერთი და უპატრონო სამშობლოს. და თუ სამშობლოს ვერ უპატრონებ, მაშინ ვერ შევიყვარებ იმ ადამიანსაც. ამიტომ ეს ნათქვამის სასრულება იმ გზაბილი გზია გამავალი, რომელსაც ქვია მართლმადიდებელი ცნობიერებით ცხოვრება თითოეული ჩვენთაგანის. რა გინდრა კარგი აზრი იდეა გქონდეს ქვეყნის სიძლიერის თუ განახლების, თუ ღმერთი არ გიყვარს, ეს მხოლოდ ლიტონის სიტყვა არის და შედეგი იმას არ ექნება, გარდა იმისა, რომ თავს მოვიწონებთ და საქმეს კი საქმე სასიკეთო არ ექნება. ამიტომ მამებიც ამბობენ, თუ გსურს, რომ ქვეყანას დავეხმაროთ, პირველ რიგში საკუთარ სულს უნდა დავეხმაროთ. საკუთარი სულზე დახმარება არის საღვთო მცნებებით ცხოვრება და როგორც მოციქული ამბობს, ცხონდება არა ის, ვინც რჯული იცის, არამედ ცხონდება ის, ვინც რჯულის მიერად ცხოვრობს. ესე იგი, ვისაც თავისი სულის ცხონება სურს, მას ასევე სურს თავისი მოყვასის კეთილდღეობა, სულიერის და მატერიალურიც. და ამ ორზე და ორზე მეტ ქრისტეს სახელით შეკრებილს უკვე შეუძლია წონადი საქმე კეთილი დადონ სამშობლოს უკეთესი, უმჯობესი განვითარებისათვის. ფორმულა მარტივია, გიყვარს ღმერთი, მაშინ მართალის ლოცვას ისმენს ღმერთი და ყველაფერს მისცემს მას. თქვათ, რაღაცა კაცობრიულად შეცდომა დაუშვა, ცოდვა ჩაიდინა. ამაზეც ნათქვამია, რომ ცოდულთა სხალობს მართალნი უყვარს. ესე იგი, ღვთის გარეშე არაფერი კეთილი საქმე არ იქნება. გსურს რომ პატრიარქის გზა გავაგრძელოთ, არა იმითი, რომ თქვათ, ყოველთვის პატრიარქს მოიხსენებდეთ. რასაც რო გვეუბნებოდა, იმას უნდა ვეცადოთ, რომ ვასრულებდეთ და ვაკეთებდეთ. და ეს აუცილებლად მიგვიყვანს ღმერთთან, იესო ქრისტესთან, პატრიარქს სხვა სურვილი არ ქონია. ის როცა ამბობდა, რომ მიყვარხარ საქართველო, გულისხმობდა, რომ ქრისტე შეიყვარა და ქრისტეს სიყვარულით მან გააცნობიერა უდიდესი მადლი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და შენი მოყვასი. შევძლებთ ამას, მაშინ ყველაფერიც კარგად იქნება. ვერ შევძლებთ, მაშინ მოგვეცემა დრო, რომ ამისთვის ვიშრომოთ. და შრომაში რაიმე დაგვაკტა, იმეც არ დავკარგავთ ღვთის შეწევნისას, იმიტომ რომ აღდგომის დღეს ივანე ოქროპირის სიტყვა იკითხება, რომელმაც იღვაცა და ვერ იღვაცა. პირველი ჟამისა მუშაკი იგივე სასხაულით, საზღაურით დაჯილდოვდება, როგორც მე-11 ჟამის მუშაკი და მე-11 ჟამის მუშაკი ყველაზე ბოლოს მოსული მუშაკია, რომელსაც მძიმე დღის სიმძიმე თავის ხრებზე არ უტარებია. ამიტომ ის, ვინც ცოტა იშრომა ღვთის დიდებაში, მასაც იგივე მიეცემა, როგორც პირველი მუშაკის საზღაური, რომელმაც მთელი სიმძიმე თავის ხრებზე იტვირთა და რატომ? იმიტომ რომ პირველი არ უნდა დრტვინავდეს და ბოლოს არ უნდა თავი მოსონდეს, რომ მანაც იმდენი მიიღო, რამდენიც პირველმა. ღვთისინაში ყველანი ტოლები ვართ, თანაბარნი ვართ. ოღონდ სანამ სიცოცხლე გვაქვს მონიჭებული, მანამდე იოტის ოდენა რწმენითა და იმედით უნდა ღმერთს ვემსახუროთ, ძალისაებრ ჩვენისა. ღმერთი არ დაკარგავს იოტის ოდენასაც. აკი ჯვარცმული ავაზაკი აცხონა და სასופევლის 64-ის პირველი ბინადარი გახადა. მხოლოდ იმიტომ, რომ გულწრფელად აღიარა შეცდომაცა და მაცხოვარიც. ისე ჩვენ
პატრიარქის გზა უნდა გაგრძელდეს, გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს სამშობლო და გვიყვარდეს ადამიანი. ცოცხლად, ცხოვრებით და არა მხოლოდ სიტყვით.